რა ხდება ახლა? ერთი ადამიანი შემოგვიერთდა ჩვენი საბა ხვედელიძე, არაჩვეულებრივი ჩვენი წამყვანი, რომელიც რაზე გვიყვების საბა ინტერნეტში რა ხდება, თუ რამე ხდება, აი ვინ იცის ყველაფერი. ჩვენმა საბა ხვედელიძე. აბა რა თემები მოგვიმზადე საბა? მოკლედ როგორც ყოველთვის პირველ რიგში მოგემსწავლებით შუადღემ შედარებისად, როგორც ყოველთვის დატვირთული იყო ეს კვირაც ინტერნეტ სოციალურ ქსელებში. ვისაუბრებთ გრეის ანატომიაში არის რაღაც სიახლეები, ამაზე გვექნება საუბარი, ასევე ქლოი კარდაშიანი რატომ არ დადის კოაჩელაზე, ამასაც განვიხილავთ, იმიტომ რომ სულ ახლა მის პოდკასტში გამხილა მიზეზები. ეხლა მეკითხებოდით ამ თემას. დარწმუნებული ვარ, განიხილავთ ამ თემას და ასევე ჯეიმს კამერონს უჩივენ და ამაზეც გვექნება მიმოხილვა. თუმცა მანამდე უნდა გითხრათ ერთი საშიში ტრენდის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში არის და საკმაოდ ცუდად დასრულდა რამდენიმე შემთხვევაში და ახალია რაიმე? კი, და ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც უფრო დიდი სიფრთხილეს გამოიჩენთ და ახლავე გაგაცნოთ თუ რაზე არის საუბარი. მოკლედ, ფეთქებად მასად ქცეული საბავშვო სათამაშო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ტრენდი მოზარდების ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხედ იქცა. საუბარი ეგრეთ წოდებულ სქვიში სათამაშოებზე, რომლებიც ძირითადად ჟელეთი არის სავსე. ამ კუბებზე ბავშვები მეტი ელასტიურობისთვის ამ კუბებს ათავსებენ მიკროტალღურ ღუმელში. გავრცელებული ვიდეოების გავლენით მოზარდები ნივთს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებენ, რაც შიგნით არსებული მასის სწრაფ გაფართოებას იწვევს. მთავარი საფრთხე მასში იმაში მდგომარეობს, რომ სათამაშო სილიკონის გარსი სითბოს არ ატარებს, რის გამოც შეხებისას ის ცხელი არ ჩანს. თუმცა ხელის მოჭერისთანავე ნივთი ფეთქდება და კანს დუღარი წებოვანი შეკთავსით ფარავს. ექიმების განმარტებით ეს ნივთიერება კანზე ცხელი წებოსავით ეკვრის, რაც ბევრად უფრო მძიმე და ღრმა დამწვრობებს იწვევს, ვიდრე თუნდაც მდუღარი წყლის გადასხმა. 2026 წლის დასაწყისიდან კლინიკების დამწვრობის ცენტრებში პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, დაზიანებების მასშტაბზე მეტყველებს კონკრეტული შემთხვევებიც. ინდიანაში 12 წლის მოზარდს მესამე ხარისხის დამწვრობის გამო კანის გადანერგვა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მისურიში კი 7 წლის გოგონა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, რადგან სახისა და პირის ხრუს შეშუპება სასუნთქი გზების დახშობის რეალურ საფრთხეს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სათამაშო და სხვა მსგავსი პროდუქცია ბაზარზე არატოქსიკური ნივთიერების სტატუსით იყიდება, ამერიკული კანონმდებლობა მწარმოებლებს არ ავალდებულებს სათამაშოს ზუსტი ქიმიური შემადგენლობის გასაჯაროებას. შესაბამისად უცნობია ზუსტად რა ნივთიერება დუღს ამ კუბებში გაცხელებისას, სათამაშოების მწარმოებლებმა უკვე დაამატეს სპეციალური გაფრთხილება შეფუთვებზე და პლატფორმა TikTok-თან ერთად ცდილობენ სახიფათო ვიდეოების წაშლასაც. თუმცა ექსპერტები მშობლებს მაქსიმალური ყურადღებისაკენ მოუწოდებენ, რადგან მსგავსი ექსპერიმენტები ხშირად შეუქცევად დაზიანებებსა და სამუდამო ნაწიბურებს ტოვებს კანს. და მე მართლა მაინტერესებს რა ეფექტისთვის აკეთებენ ბავშვები? როგორც აღნიშნა, სქვიში კუბებს დებენ მიკროტალღურ ღუმელში, რადგან შემდეგ უფრო ელასტიური არის და ელასტიურობისთვის თუმცა სავარაუდოდ კი ბავშვები აინტერესებს რა მოხდება ასეთი რო იყოს. არა, ხომ არა, აი რატო ნახეს ეს? სავარაუდოდ მოუწიათ, რომ დიდი ხანი გაეჩერებინათ და სწორედ ამის გამო აფეთქდა და ნახეთ კიდევაც კადრები. მოკლედ თუ მსგავსი სათამაშოები აქვთ მშობლებს, საქართველოში უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვებს. ბავშვები იმეორებენ ყველაფერს, რასაც სოციალურ ქსელში ხედავენ, ამიტომ ჯობია ჩვენ გამოვიჩინოთ სიფრთხილე და თუ მსგავსი სათამაშო აქვს ბავშვს, საერთოდ მოვაშოროთ. არის სხვა მსგავსი გასართობებით, რომელიც არ არის ასეთი საშიში და მიკროტალღურშიც არ აფეთქდა. აი მე სოციალური თქვა რაღაცა ორი სიტყვა საბა. მეც ვარ ინტერნეტ სივრცეში გაცნობიერებული, ისე არ არის საქმე. შესანიშნავი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო ხო იცია რა. მოვისმინე გუშინ თუ გუშინ წინ შვილს არც ტელეფონს აძლევს, არც აი ამ საშინელ სათამაშოებს აძლევს, არც TikTok-ი აქვს იმ ბავშვს და ერთადერთი გასართობი არის მისთვის ვარჯიში და ეს ბუნებრივი სათამაშოები, რაც ჩვენ გვქონდა ახალგაზრდობაში. კარგი, ახლა ეგრე არ გამოდის. ასე მაგრამ იმდენად არ გამოდის ეგრე, ხო? ასე თქვენს კაცო ინტერნეტ სიახლეებში ვარ მე. კი ბატონო, საბა, აბა კიდე რა თემა გვაქვს მომზადებული? ვნახოთ რონალდოს მაგალითს რო გაიმეორებლევან, აი მერე ვილაპარაკოთ. მოკლედ ახლა უნდა გადავიდეთ ჰოლივუდში, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კამერონს უჩევენ და ახლა გეტყვით თუ რატომ. მოკლედ ჯეიმს კამერონსა და დისნეის ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი საჩელით უპირისპირდებიან დავის საგანი კინოისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფრენჩაიზი ავატარია. მსახიობი და აქტივისტი კორიანკა კილჩერი რეჟისორის მისი სახის ნაკვთების მითვისებასა და კომერციულ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. კილჩერი ამტკიცებს, რომ კამერონმა ფილმის მთავარი გმირის ნეიტირის შექმნისას საფუძვლად მისი ფოტო გამოიყენა. საუბარია 2005 წლის კადრზე ფილმიდან ახალი სამყარო, სადაც მსახიობი
პოკაჰონტასის როლს ასრულებდა. სარჩელის მიხედვით რეჟისორმა მსახიობის ბიომეტრიული მონაცემები ნებართვისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გამოიყენა, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევაა. თავად მტკიცებულებად 2010 წლის ინციდენტი სახელდება, როდესაც ჯეიმს კამერონმა მსახიობს ნეიტირის ხელმოწერილი ესკიზი აჩუქა. მინაწერით შენი სილამაზე ჩემთვის ნეიტირის შექმნისას ადრეული შთაგონების წყარო იყო. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა რეჟისორის ინტერვიუ, სადაც ის პირდაპირ ასახელებს კილჩერის სახეს პერსონაჟის რეალურ წყაროდ. მსახიობი ამჟამად ფინანსურ ანაზღაურებას და იმ კოლოსალური მოგების წილს ითხოვს, რომელიც ფრენჩაიზმა მსოფლიო მასშტაბით მოიტანა. ავტარი თანამედროვე კინემატოგრაფიის ფლაგმანია, რომელმაც პირველივე ნაწილით თითქმის 3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და რეკორდის კი დაამყარა. ფილმი ცნობილია თავისი ინოვაციური motion capture ტექნოლოგიით, რომელსაც მსახიობების მიმიკისა და მოძრაობების ციფრულ პერსონაჟებზე წარმოუდგენელი სიზუსტით გადატანა შეუძლია. სწორედ ამ ტექნოლოგიურმა პროცესმა წარმოშვა კითხვები იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი შემოქმედებით შთაგონებებსა და სხვისი ვიზუალური იდენტობის მითვისებებს შორის. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კემერონისათვის მსგავსი სასამართლო დავები უცხო არ არის. წლების განმავლობაში არაერთმა ხელოვანმა თუ მწერალმა უჩივლა რეჟისორს იდეების, სცენარისა და პანდორას ვიზუალური კონცეფციის მოპარვისათვის. მიუხედავად არაერთი მაღალმილიონიანი საჩელისა, კამერონმა თითქმის ყველა სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა ქორიენკა კილჩერის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან საქმე ეხება არა ზოგადად იდეებს, არამედ კონკრეტულ ბიომეტრიულ მონაცემებს და თავად რეჟისორის წერილობით აღიარებას. მოკლედ ასეთი არის. ხო, ლევერმა საქმე არ აქვს და საქმე არის ეს ერთი დიდი საქმე არის, სადაც ფინანსური მოგება შესაძლებელია ძალიან დიდი, მაგრამ მე იცით რა მაინტერესებს? თვითონ რა ეღიარებინა ამ ადამიანს, გაჩნდებოდა თუ არა კითხვები იმ მსგავსებასთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა ეს მსახიობი დავობს, ეგ ძალიან საინტერესო. ხო, ეგ უნდა მეთქვა, მე ეხლა მაგირო ვთქვი, მაშინ არ ვიცოდი რომ ეს ნამდვილად ინსპირაციის წყარო ეს ადამიანი იყო, ამ ყველა ეგ არ ვიცოდი. მსგავსება შეიძლება ითქვას რომ არის ნამდვილად. ხო, ნუ თუ აღიარა. მსგავსებაც არის, მაგრამ რო არ ეღიარებინა, ამ შემთხვევაში აი ამ მსგავსებაზე დავაში რამდენად შესაძლებელი იქნებოდა. აი ხელოვნური ინტელექტი ცოტა ისეთი ისაც რთული არის ამ საკუთრების დადასტურება და მსგავსი დავები ძალიან რთულია. ეხლა შენ რომ მიგამსგავსოს ვიღაცამ რაღაცა არსება შექმნა შედი და შედი ჩიულობ ეს არსება მე მსგავსო, ხო? იცი რა არის? აი მაგაშია საქმე ზუსტად რომ ესე შეიძლება მე თვითონ ვერ ვიჩილო, მაგრამ თუ ის აღიარებს რომ მე ვიყავი შთაგონების წყარო, ალბათ ეს ჩაითვლება მტკიცებულებად, რომ ნამდვილად მეკუთვნის მე გარკვეული ჰონორარი იმისთვის, რომ ამ სახით შემქმნა. თან ჯეიმს კამერონმაც აღიარა რომ მისთან აიღო. კი ბატონო, საბა, შემდეგი რა გაქვს. მოკლედ, კლავჩებით ჰოლივუდში და ამჯერად ვემშვიდობებით ორ პერსონაჟს, რომელიც 21 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კარგი სერიალის ირგვლივ იყვნენ. მოკლედ, გრეის ანატომიას კიდევ ორი მსახიობი დატოვებს. სერიალის 22 სეზონის ბოლოს მაყურებელს ექიმი ოუენ ჰანტი და ტედი ოლთმენი დაემშვიდობებიან. ინფორმაციას შოუს დატოვებაზე თავად მსახიობები ავრცელებენ. ამ როლს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში. 16 წლის წინ მე მქონდა პრივილეგია შემომებიჯებინა ამ საოცარ სივრცეში და გამხდარიყავი შონდა რაიმსის ხედვის ნაწილი. ვთვლი რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან საშუალება მომეცა მემუშავა დები ალენთან, რომელმაც მენტორობა გამიწია არა მხოლოდ მსახიობობაში, არამედ რეჟისორობის გზაზეც. ამბობს კიმ რეივერი, ექიმ ტედი ოლთმენის როლის შემსრულებელი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში. კევინ მაკკიდი და კიმ რეივერი გრეის ანატომიას ჯერ კიდევ 2008 წელს შეუერთდნენ და მათ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისათვის საყვარელი პერსონაჟები შექმნეს, რომელთა სასიყვარულო ურთიერთობასაც დღემდე უამრავი გულშემატკივარი ყავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სულ ახლახანს დადასტურდა ცნობები გრეის ანატომიის 23 სეზონის გამოსვლის შესახებ, როგორც ტელეარხი ABC წერს, სერიალის ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაწყებულია. შოუმ ახალი ეპიზოდებით კი უკვე დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი პრაიმ ტაიმ სამედიცინო დრამა. შეგახსენებთ, რომ გრეის ანატომია ეთერში უკვე 21 წელია გადის, პირველი ეპიზოდი კი მაყურებელმა 2005 წლის 27 მარტს იხილა. სერიალის 9 მთავარი მსახიობიდან კი დღეს გადასაღებ მოედანზე მხოლოდ 2 რჩება და გუშინ ვიხილეთ 22 სეზონის ბოლო ეპიზოდი, რომელიც საინტერესოა. კიდევ აქვს, აი 22 სეზონსაც აქვს რეიტინგი. სავარაუდოდ 23 სეზონი თუ დაუდასტურეს, შემოსავლებით აქვს შესაბამისად ამ სერიალს რომ გაგრძელდეს. წელია გადის, რა. მომგებიანი რომ საბა, შენ უფრო დიდი ხარ თუ გრეის ანატომია? რომ რა მითხარი ვერ შენ უფრო დიდი ხარ თუ გრეის ანატომია? გრეის ანატომია უფრო დიდი, იმიტომ რომ გრეის ანატომია დაიწყო. ხანია გადი. 6 თვეში იყო ჩემი დაბადება. სანტა ბარბარა გახსოვს სერიალი. ეგ ისე მოყოლით. არა, მაგრამ მსმენია. საბა, ჯექსონის ფილმზე გაქვს საინტერესო ცნობები, როგორც ვიცი, ხო და მივასწროთ მაგის მოყოლით. მე ვუყურე და მომეწონა. მეც ვუყურე და ძალიან მომეწონა, თუმცა კრიტიკოსებს სხვანაირი შეფასებები აქვთ.
მოკლედ, მუსიკალური ტრიუმფი თუ 10 წლეულების ყველაზე ბნელი საიდუმლოების დამალვის მცდელობა. მაიკლ ჯექსონის ახალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა მსოფლიო პრემიერისთანავე ჰოლივუდში დიდი სკანდალი გამოიწვია. ანტუან ფუკას ნამუშევარი, რომელიც პოპ-მუსიკის მეფის ცხოვრებას ეძღვნება, კრიტიკოსების მძიმე დარტყმის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მაყურებელს ვიზუალურად და მუსიკალურად შთამბეჭდავ სანახაობას თავაზობს, პროფესიული წრეები მას ისტორიის გასუფთავებასა და რეალური პრობლემებისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ. სურათმა კრიტიკოსთა პლატფორმა Rotten Tomatoes-ზე საკმაოდ დაბალი 31%-იანი რეიტინგი მიიღო. გავლენიანი გამოცემების, მათ შორის Guardian-ისა და Times-ის რეცენზიები კი აღნიშნავენ, რომ ფილმი სრულიად უვლის გვერდს ჯექსონის ცხოვრების ყველაზე სკანდალურ და მტკივნეულ ნაწილებს. მთავარი პრეტენზია სწორედ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებების უგულებელყოფაა, რის გამოც ავტორებმა სიუჟეტის ქრონოლოგია შეზღუდეს და ფილმი 1988 წლის Wembley-ის კონცერტით დაასრულეს. რითაც არტისტის ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი ეკრანს მიღმა დატოვეს. ამასთან ნამუშევარი არც მომღერლის ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე დამოკიდებულებას ასახავს. ამ სანიტარულ მედგომას, რა თქმა უნდა, თავისი იურიდიული ახსნაც აქვს. Variety-ის ინფორმაციით, სცენარის თავდაპირველი ვერსია მესამე აქტში ბრალდებების თემას რეალურად მოიცავდა, თუმცა კადრები მას შემდეგ გამოიჭრა, რაც იურისტებმა ჯორდან ჩანდლერთან გაფორმებული ძველი გაუთქმელობის ხელშეკრულება აღმოაჩინეს. დოკუმენტი მისი პერსონაჟის ნებისმიერ ფილმში გამოსახვას კრძალავს, რამაც რეჟისორი აიძულა სცენარი შეეცვალა. კრიტიკისა და სკანდალების მიუხედავად, თითქმის ყველა გამოცემა ერთხმად აღიარებს მაიკლის ძმისშვილის 29 წლის ჯაფარ ჯექსონის შთამბეჭდავ შესრულებას, მისი მსგავსება ბიზნესთან წარმოუდგენლად ზუსტია, ხოლო მუსიკალურ სცენებში გამოყენებული მაიკლ ჯექსონის ორიგინალური ვოკალი პროცესს სრულ ავთენტურობას ზენს. თავად ჯექსონის ოჯახში პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მართალია ფილმს მხარს უჭერს ჯექსონის ოჯახის ფონდი და ლატოია ჯექსონიც ძმისშვილის თამაშით აღფრთოვანებულია, თუმცა მომღერლის ერთადერთი ქალიშვილი პარის ჯექსონი პრემიერას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. მან პროექტიდან დისტანცირება სცენარის გაცნობისთანავე გადაწყვიტა და მას ფანტაზიებზე დაფუძნებული ნამუშევარი უწოდა. თავად ეკრანიზაცია სრულდება ტიტრით „ისტორია გრძელდება“, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ პროდიუსერები მეორე ნაწილზეც მუშაობენ, სადაც შესაძლოა ჰოლივუდმა არტისტის ცხოვრების ის ბნელი პერიოდი გვიჩვენოს, რომელიც ამ ეტაპზე კადრის მიღმა დარჩა. მოკლედ, ნახოთ იქნება თუ არა გაგრძელება ამ ფილმს. სრულდება, რომ მეორე ნაწილიც იქნება და გაგრძელდება 1988 წლის მერე, რაც მოხდა მაიკლის ცხოვრებაში და სხვა შორის ყველაფერი ნაჩვენებია, ის დამოკიდებულებაც ნაჩვენებია, რადგან მას თავი დაეწვა ყველამ ვიცით ერთ-ერთი გადაღებების დროს, პეპსის გადაღებების დროს და დასჭირდა ბუნებრივია წამალი და ნაჩვენებია, რომ მას ეს სჭირდებოდა. მე მგონი, რომ საბოლოო ჯამში კარგი მათ მაინც არ იყო განხილული. სხვა შორის თავიდან საუბრობდნენ, რომ ფილმი უნდა ყოფილიყო 4 საათიანი. და შემდეგ მოუწიათ ქრონომეტრაჟის შემცირება იმის გამო, რომ ბევრი ისტორიის მოყოლა უნდა და შეიძლება ამის გამოც კი მე როგორც ძღვენს გულშემატკივრისთვის, რადგან ეს პერიოდი აირჩიეს რაღაცა ჭკვიალა და განსაკუთრებულად ორიენტირებული მის წარმატებაზე, ეს არის რეჟისურის გადაწყვეტა, ამას შეიძლება ყავდეს კრიტიკოსები და ასეც არის რასაკვირველია. მეორე ნაწილზე თუ მუშაობა მიმდინარეობს, ალბათ უფრო დრამას ვიხილავთ, ვიდრე ამ რაღაცა ჭკვიალა ცხოვრების ნაწილს, თუმცა რეჟისორის გადაწყვეტა არის და ფაქტია, რომ გაყიდვა აქვს ამ ფილმის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე ნაწილი ყოველთვის საინტერესოა ყველაფერში ნახოთ. ეს სკეპტიკური შარილებაც არაჩვეულებრივად ასრულებს ამ როლთან პირველი როლი არის მისი, ეს უნდა აღვნიშნოთ. მოკლედ, ახლა უნდა გადავიდეთ ქლოი კარდაშიანზე, რომელმაც თავის პოდკასტში განაცხადა, რომ Coachella-ზე აღარ დადის და რატომ აღარ დადის, ეს დარწმუნებული ვარ გაინტერესებს ძალიან ლավ. გისმენ საბა. ახლა გეტყვი რატომაც. მოკლედ, ქლოი კარდაშიანი Coachella-ს აღარ ესწრება. რეალიტი შოუს ვარსკვლავმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით უსიამოვნო გამოცდილებაზე პირველად ისაუბრა. როგორც ირკვევა, კალიფორნიის უდაბნოში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე ის სწორედ წლების წინ მომხდარი ინციდენტის გამო აღარ დადის. საკუთარ პოდკასტში ქლოის საოცრებათა ქვეყანაში 40 წლის გადაშენმა გაიხსენა ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფესტივალს დაესწრო. 2016 წელს Coachella-ს ფარგლებში გამართულ ქლოის ამბავს მე მოვისმენთ